კაცტილობები. არსებობდნენ რეგრესირებული სახეობები, რომლებიც ბოლომდეც არ გაცხოველებულა. ზოგიერთმა გონება შეინარჩუნა, მაგრამ ქიოების გენური ჩარევების გამო ყველა ფიზიკური უპირატესობა დაკარგა. ერთი სახეობა ამის საუკეთესო მაგალითი იყო. ისინი მომღერლებად და ამბების დამახსოვრებლებად გამოიყვანეს და ქიოების ზეობისას ცოცხალი ხმის ჩამწერის მოვალეობას ასრულებდნენ. ბატონების წასვლის შემდეგ მათ ძლივს შეინარჩუნეს სიცოცხლე იმით, რომ 4 ფეხზე დგომა ისწავლეს და მობალახე ჯოგური ცხოველების ნიშა აითვისეს. ცვლილება ძალიან სწრაფი იყო და ახალგანვითარებული კაცტილობები მხოლოდ იმის წყალობით გადარჩნენ, რომ მათი ხელოვნური, სტერილური ბიოსფერო მკაცრი არ ყოფილა. კაცტილობები, რომლებსაც თითქმის სრულფასოვანი ადამიანური გონება და სრულიად უძლური ცხოველის სხეულები ჰქონდათ, ტანჯვაში ცხოვრობდნენ. ისინი გარესამყაროს აღიქვამდნენ და აანალიზებდნენ, მაგრამ მის შესაცვლელად არაფერი შეეძლოთ. საუკუნეების განმავლობაში მწუხარე ჯოგები ველებზე დაეხეტებოდნენ და სასოწარკვეთასა და დანაკლისზე მღეროდნენ. ამ დამთრგუნველი უუნარობის გამო მთელი რელიგიური და ზეპირი ტრადიციები შეიქმნა. ისინი ადრინდელი დედამიწის ნებისმიერ ტრადიციაზე არანაკლებ დრამატული და დაწვრილებითი იყო. საბედნიეროდ ევოლუციის სელექციურმა ძალებმა მათი ტანჯვა მალევე დაასრულა. მარტივად რომ თქვათ, ტვინის განვითარება ხელსაყრელი არ იყო, თუ კი გამოყენება არ მოეძებნებოდა. შტერი გონება სუსტი კაცტილობა ჭკვიანზე სწრაფად იზრდებოდა და ჭკვიანზე არანაკლებ იცოხნებოდა. 100,000 წელიც არ გასულა, რომ კაცტილობები პირუტყმა შვილებმა ჩაანაცვლეს და მათი ნაღვლიანი პლანეტა ერთხელ და სამუდამოდ დადუმდა. ევოლუციურ პროცესში არაფერი იყო წმინდა. ცურავები. შეიძლება იმიტომ, რომ მათი სიცოცხლის ციკლი წყლის მატლობის სტადიასაც მოიცავდა, ქიოებმა ადამიანი ქვეშევრდომების დიდი ნაწილი ნაირგვარ წყლის არსებებად გადააქციეს. ეს ადამიანის შემდგომი ბავშვები, რომლებზეც სპეციალურად ამისთვის გაჩენილი მომვლელები ზრუნავდნენ, 1000 გვარი ფორმისა თუ ზომისანი იყვნენ. ლენტის მსგავსი უკიდურებო გველთევზა ადამიანები, ვეება, ვეშაპის მსგავსი ბუმბერაზები, დეკორატიული არსებები, რომლებიც სურვისთვის წყალს ჰიპერტროფირებული პირიდან უშვებდნენ და უდვინო, საშილა მრავალი მხოხავები თუ მცურავები, რომლებსაც საჭმლის როლი ჰქონდათ. მათგან ყველა მოშინაურებული იყო. ყველა გადაშენდა მას შემდეგ, რაც ბატონებამ მიატოვეს. ყველა რამდენიმე მუტაცია გამოვლილი გენერალიზებული ხაზის გარდა. ეს მცურავები ჯერაც წააგავდნენ ადამიან წინაპრებს, ხელოვნური ლაყუჩები არ ჰქონიათ. წინაფარფლებში ხელები მოუჩანდათ და გაფარჩხულ ფეხებს ორმაგი კუდივით ატყებუნებდნენ. ზიპიანი ქუთუთოებიდან აშკარად ადამიანური თვალებით იყურებოდნენ და ერთი მეორესთან ლაპარაკიც კი შეეძლოთ, ოღონდ სიტყვებისა და შემდგარი აზრის გარეშე. 1000 წლეულების განმავლობაში ისინი თავიანთი ეკოლოგიურად გაჩერებული პლანეტის ოკეანეებში დაცურავდნენ და სხვადასხვა სახის თევზითა და კიბოსნაირებით იკვებებოდნენ, რომელთა წინაპრები თავის დროზე დედამიწიდან ჩამოეყვანათ საკვებად. მას შემდეგ, რაც ქიოების ჩარევა შეწყდა, ბუნებრივი სელექცია გაგრძელდა. მცურავები უფრო სწრაფები გახდნენ, რათა სხარტი მსხვერპლი დაეჭირათ. ამის საპასუხოდ მსხვერპლი კიდევ უფრო ასწრაფდა. ან დამცავი ზომები, ჯავშანი, შხამი და ეკლები შეიმუშავა. ევოლუციის გეზს მიყოლილი მცურავები მოაზროვნე წინაპრებს უფრო და უფრო დაშორდნენ. აზროვნების მანძილს ისინი ჯერ კიდევ დიდხანს ვერ იგემებდნენ. ხვლიკის მწყემსები. ისინი იღბლიანები აღმოჩნდნენ. იმის ნაცვლად, რომ დანარჩენი ქვეშევრდომები ვიწირეულად გადაეკეთებინათ, ქიოებმა მათ მხოლოდ აზროვნების უნარი ამოუშალეს და ტვინის განვითარება შეუჩერეს. ამ პრიმიტიულ არსებებს, რომლებიც უძველეს დედამიწელ წინაპრებს ჰგავდნენ, ველური ცხოვრება არაბუნებრივად დიდხანს გაუგრძელდათ. ქიოების წასვლის შემდეგაც კი ვეღარ დაიბრუნეს აზროვნების უნარი, არადა წესით ეს უნდა მოეხერხებინათ. ამის მიზეზი ნაწილობრივ მათ ბაღ-პლანეტაზე მტაცებლების არარსებობა იყო, რომლებზე უპირატესობის მოსაპოვებლადაც გონება იქნებოდა საჭირო. თანაც ქიოებმა მათ ტვინში პატარა, მაგრამ ძირეული შესწორებები შეიტანეს. ნათხემი სტრუქტურა ისე შეცვალეს, რომ ევრისტიკული სწავლისთვის საჭირო თვისებები აღარასოდეს აღმოცენებულიყო. რისთვის დასჭირდათ ქიოებს ასეთი უცნაური ცვლილებები, ეს რასაკვირველია, თავად ქიოების გარდა არავინ იცოდა. ამ გაშტერებულმა ადამიანებმა თანდათან სიმბიოზური ურთიერთობა ჩამოაყალიბეს პლანეტის ზოგიერთ არსებასთან. მათ ინსტინქტურად დაიწყეს მოშენება დიდი ბალახის ჭამელი რეპტილიებისა, რომლებიც დედამიწიდან ჩამოყვანილი შინაური ცხოველების შთამომავლები იყვნენ. მალე ეს თანაცხოვრება რეპტილიების სასარგებლოდ შემოტრიალდა. პლანეტის ტროპიკული კლიმატი მათ უპირატესობას აძლევდათ და სხვადასხვა სახეობებად გაიშალნენ. პლანეტის ერთადერთი ძუძუმწოვარი არსება, ვარსკვლავების ხალხის ტვინ გამოცვლილი შთამომავლობა კონკურენციას არ უწევდათ. რეპტილიების აღზევების პასუხად ქვი ადამიანებმა ერთადერთი ადაპტაცია მოახერხეს, ჩუმად მიიკარგნენ ცხოველური არსებობის მივიწყებაში. მაცდურები.
მაცდურების შემთხვევაში გარდაქმნას ლამის არტისტული შთაგონება ეტყობოდა. ასეთი უცნაური ფორმის არსებებმა გარდარჩენა როგორ მოახერხეს უცნობი იყო. მათი წინაპრები უძრავი დეკორაციების როლს ასრულებდნენ და რაღაც სასწაულით მაინც შეძლეს ადაპტაცია. მათში საკუთარ შთაომავლობას ვერც ერთი ადამიანი ვერ ამოიცნობდა. მდედრები ნისკარტიანი 2 მეტრის სიმაღლის ხორცოვანი კონუსები იყვნენ და ნიადაგში ფესვები რაღაც გროტესკული მტაცებელი მცენარესავით ჰქონდათ გადგმული, ხოლო მამრები კუთ ორფეხა მაიმუნებს ჰგავდნენ. მდედრებისგან განსხვავებით სიარული მშვენივრად შეეძლოთ. ყოველი მდედრის მიწაყრილ თანათობით მათგანი მაინც დარბოდა ჭინგასავით. ზოგს საკვები მოჰქონდა, სხვები მდედრს ასუფთავებდნენ, ხოლო დანარჩენები საფრთხეს დარაჯოდნენ. მამრების საქციელი მიზანმიმართული ჩანდა, მაგრამ მათ საკუთარი ნება არ გააჩნდათ. მაცდურების საზოგადოებაში ყველაფერს მდედრები განაგებდნენ. კაცების ჯგუფებს ხმოვანი და ფერომონული სიგნალების კომბინაციით ასრულებინებდნენ ყველა საქმეს, ხოლო შესაწყვილებლად ყველაზე ღონიერ დამჯერ და შტერ კანდიდატს ირჩევდნენ, რათა უკეთესი მონამორჩილები ჰყოლოდათ. გარკვეულ დროს მცირე რიცხოვან მდედრებსაც ეჩედნენ, რომლებიც შემდეგ მამსახურებს სხვაგან გადაჰყავდათ ფესვების გასადგმელად. ეს შემზარავად ეფექტური ჰეგემონია სულ რაღაც რამდენიმე საუკუნეში წარმოქმნიდა ცივილიზაციას, ბედისწერას ხელი რომ არ შეეშალა. გზააბნეულმა კომეტამ მტრად აქცია მაცდურების მიწაყრილები და კაცობრიობის დაბრუნების ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა უმოწყალოდ მოისპო. ძვლის მკვნეტელები. ქიოებისეული საგულდაგულო ცვლილებებისა და ევოლუციური ბრმა-ძერწვის შედეგად კოსმოსი ისეთი არსებებით მოიფინა ადრინდელ ადამიანთა ნებისმიერ მითს რომ შეშურდებოდა. მათი წინაპრები პაწიაშინაური ცხოველები იყვნენ, რომლებსაც ქიოები ფერადი კბილნის კარტების გამო ამრავლებდნენ. ბატონების წასვლის შემდეგ ამ განებივრებული არსებების უმრავლესობა დაიღუპა, რადგან აღარავინ უვლიდათ. მაგრამ ზოგიერთი გამძლე ჯიში გადარჩა. სულ რამდენიმე მილიონ წელიწადში გეოლოგიურ თვალის დახამხამებაში ამ არსებების შთაომავლებმა ბაღი პლანეტის ევოლუციური ვაკუუმი შეავსეს. ერთი ხაზი ბალახის ჭამელების უმომრავლ სახეობად გაიშალა. მათზე მინანქრის ნისკარტა მტაცებლები ნადირობდნენ, რომელთა თითოეული სახეობა სპეციფიური სახის ცხოვრებზე იყო მორგებული. ამ ზოგად ნიშებში ბევრი სპეციალიზებული სახეობაც მოიძებნებოდა, ნისკარტნამგალა ჭაობის ბინადრებით დაწყებული, დიდებული ფორმებით დამთავრებული, რომელიც კბილა ნისკარტებზე ამოსული თვალის მომჭრელი ბიბილოებით იწონებდნენ თავებს. მათ შორის არსებობდა მეორეული მოვაზროვნე სახეობაც, დევების მსგავსი ძვლის მკვნეტელები. დღევანდელ დამკვირვებელს ისინი კოშმარიდან გადმოსულ არსებებად მოეჩვენებოდა. 3 მეტრის სიმაღლისანი იყვნენ, ბანჯგვლიანები, ბრჭყალებიანი ცერებითა და დიდი ნისკარტებით, რომლებიც ლეშის ჭამისთვის ჰქონდათ განვითარებული. ამდენი ნაკლის მიუხედავად, მემზორიე ველურები ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც გონიერება და ცივილიზაციის თუნდაც პრიმიტიული დონე მოიპოვა. ეს ყოველივე კიდევ ერთხელ ამტკიცებდა ადამიანური წინასწარ-განწყობის უაზრობას ადამიანის შემდგომ გალაქტიკაში. შეიძლებოდა არსებას მხოლოდ დამპალი ხორცი ეძიძგნა, საფლავის სიმყრალე ეფრქვია და სიყვარული სხვების თავზე მოსაქმებით გამოეხატა, მაგრამ მაინც შენი შვილთაშვილი და კაცობრიობის უკანასკნელი იმედი ყოფილიყო. მაგრამ საბოლოოდ იმედი ვერც ძვლის მკვნეტელებმა გაამართლეს. იმის გამო, რომ მხოლოდ ლეშით იკვებებოდნენ, მათ პოპულაციას გაზრდის საშუალება თითქმის არ ჰქონდა, ასე რომ მათი შუასაუკუნეებრივი ცივილიზაციები რამდენიმე უღიმღამო ათასწლეულის შემდეგ ჩამოიშალა. კოლონიელები. ქიოების შემოსევას ყველაზე ძლიერი წინააღმდეგობა მათმა პლანეტამ გაუწია. იმდენად ძლიერი, რომ თავდამსხმელები ზედიზედ ორჯერ უკუაგდეს და მხოლოდ მესამე ტალღასთან დამარცხდნენ. ქიოებმა თავიანთი უკუღმართი სამართლიანობის სახელით მათი დასჯა განიზრახეს. ვარსკვლავური ღმერთების ურჩებისათვის გადაშენებაც კი მეტისმეტად მსუბუქი სასჯელი იქნებოდა. ამბოხებული პლანეტის ადამიანები ისეთ განაჩენს იმსახურებდნენ დამცირება თაობების შემდეგაც რომ არ დავიწყებოდათ. ამიტომ ისინი უსხეულო მხოლოდ კანისა და კუნთებისგან შემდგარ ორგანიზმებად აქციეს, რომლებიც ერთმანეთს ყველაზე მარტივი ნერვების აბლაბუდით უკავშირდებოდნენ. ისინი ცოცხალი ფილტრების როლს ასრულებდნენ და ქიოების ცივილიზაციის ფეკალიებით საზრდოობდნენ, თითქოს კიბოს უჯრედების გროვები ყოფილიყვნენ. და რათა დაენახათ და ეგრძნოთ რა უბედურ დღეში ცოცხლობდნენ, ქიოებმა მათ თვალები და ცნობიერება შეუნარჩუნეს. ისინი 40 მილიონი წელი იტანჯებოდნენ, თაობები და თაობები იბადებოდნენ ყოვლად საშინელ არსებობაში და თითოეული მათგანი ყველა დანარჩენის ტკივილსაც განიცდიდა. ქიოების წასვლის შემდეგ ისინი სწრაფად გადაშენებას იმედოვნებდნენ, მაგრამ თავიანთმა საცოდაობამ ისინი გადარჩენის ოსტატებადაც აქცია. ქიოების ზედამხედველობის გარეშე დარჩენილი კოლონიელები პლანეტას ძალიან დაგებული საბნის ველებივით მოეფინენ. გაწამებული ცხოვრების უსასრულობათა შემდეგ ადამიანთა ველებს რაღაც გაუჩნდათ. რაღაც, რაც ლამის იმედს გავდა. მფრინავები. ისინი ქიოების სამფლობელოში იშვიათი მოვლენა არ ყოფილა.
ათობით პლანეტაზე მაინც მოიძებებოდა ადამიანებისაგან წარმოშობილი მფრინავი არსებები. უმეტესი სახეობები შორეული წარსულის ხამურებსა თუ პტეროზავრებს ჰგავდნენ და ციურ ეთერში ანგელოზებივით დალივლივებდნენ. ან დემონებივით გააჩნია როგორ შეხედავდით. რამდენიმე უცნაური ფორმა გაზის ჭირკულებსაც იყენებდა საფრენად. სამწუხაროდ ამ არსებათა უმრავლესობა უკვე მეტისმეტად სპეციალიზებული იყო მფრინავებად, რომ რაიმე სხვაც გამხდარიყო. მათ ადამიანურობა ცისდასაპყრობად გაიღეს და თავიანთი ვიწრო როლების იქით ვეღარ გაიშლებოდნენ. ერთადერთი გამონაკლისი მაიმუნების მსგავსი სახეობა აღმოჩნდა, რომლის წევრებიც აპკიანი ბოლო ორთიცზე გაჭიმული ფრთებით დასრიალებდნენ. მათ უპირატესობას უნიკალური ტურბინისებრი გული აძლევდათ, რომლებიც ქიოებმა ხელოვნურად განუვითარეს. ასეთი ადაპტაცია გალაქტიკაში არც ერთ სხვა ადამიან მფრინავს არ ჰქონდა. ზღვის ვარსკვლავის ფორმის ორგანო მკერდის შუაში იყო ჩასმული და ფილტვებიდან ჟანგბადს პირდაპირ სისხლში ეკაჩებოდა. ამის წყალობით მფრინავებს შეეძლოთ ენერგიის მხარჯველი ადაპტაციები, მაგალითად დიდი ტვინები, განევითარებინათ და სანაცვლოდ ფრენის უნარი არ დაეთმოთ. ეს იმას არ ნიშნავდა, რომ მფრინავებმა აზროვნების უნარი მაშინვე დაიბრუნეს. არა, მათ იფეთქეს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ცაში ყოველი ჯურის არსება შეგხვდებოდათ. ბომბდამშენის ხელა ზღვის ფრინველებით დაწყებული და უჯერებლად სწრაფი, ზებგერითი მტაცებლებით დამთავრებული. პლანეტას პეტაკი იყო, შესავსები ნიშა უამრავი, გონიერება ცოტა ხანსაც მოიცდიდა. თითფართხუნები. ზოგი ადამიანის შემდგომი მფრინავი აზროვნებას განსხვავებული გზით მიუახლოვდა, რადგან სხვა პლანეტელი ნათესავების გაუმჯობესებული მეტაბოლიზმი და გრავიტაციული უპირატესობები არ ჰქონდათ, მოუწიათ განვითარების ფასად ფრენის უნარი დაეთმოთ. ერთ-ერთ ასეთ სახეობას თითფართხუნები წარმოადგენდნენ. მათი ფრთები, რომლებითაც ოდესღაც ქიოების არამიწიერ ბაღებში პეპლებივით დაფარფადებდნენ, ახლა დაპატარავებოდათ და ისევ ხელებად ქცეოდათ. ფეხებიც ისევ სიარულისთვის განვითარებოდათ, მაგრამ ტოტებზე ჩამოსხდომის წინაპრებისეული ჩვევის გამო უხერხულად მობრეცოდათ. მათ ცივილიზაციის შექმნის საშუალებას მხოლოდ ერთი, ლამის სადისტურად მარტივი ნაკლი არ აძლევდათ. მეორეული ატროფიის პროცესის წყალობით თითფართხუნების ფრთები ხელებადაც გამოუსადეგარი გამხდარიყო. ამ ალმებივით ზანაზარდებს კომუნიკაციისა და შესაწყვილებელი ცეკვებისთვის ჩვენურად იყენებდნენ, მაგრამ საგნების სროლა თავშესაფრის აშენება ან თუნდაც ქვის უბრალო იარაღების გაკეთება არ შეეძლოთ. ერთადერთი რაშიც ეს უმოქნისი ხელები ეხმარებოდათ ერთი მეორისთვის სექსუალური მზაობის ჩვენება იყო. ხოდა თითფართხუნები ასეც მოიქცნენ. მივიწყების გზა არ შიყით და ცეკვით გალიეს. უსინათლოები. როდესაც ქიოებმა მოაკითხეს, ისინი მიწის სიღრმეში ჩაძვრნენ. თავიანთი ალყაშემორტყმული პლანეტის ქვეშ კონტინენტის ზომის თავშესაფრებში იცდიდნენ, როდის წავიდოდნენ თავდამსხმელები. ამის იმედით ყვილად ჰქონდათ. ქიოებმა სულიოლად მიაგნეს თავშესაფარ მღვიმეებს და მათი მცხოვრებლები გარდაქმნეს. თავშესაფრებში სრულიად განსხვავებული ეკოლოგია დაიბადა. მუდმივი წყვილადი სამეფო, რომელიც გარესამყაროდან ჩამოჟონილი წყლითა და ნივთიერებებით იკვებებოდა. ამ მწირი რესურსებით გასაკვირად რთული ეკოლოგია ჩამოყალიბდა. გიგანტური, ფერმკრთალი მწერები, ჩვეულებრივი სახლის მავნებლების შთამომავლები, დიდ თითქოს დალის ნახატებიდან გადმოსულ ფრინველებსა და მღრღნელებს ეცილებოდნენ უშველებელი სოკოების ველებისათვის. მტაცებლები იშვიათობა არ ყოფილა. მიწისქვეშა მდინარეები ლამის ნიანგის ხელა თევზებს დაესაკუთრებინათ, ხოლო მღვიმეების ფსკერის ბინადრებს ვეება ბრმაღამურები აწიოკებდნენ, რომლებიც ეკოლოკაციით მსხვერპლს უშეცდომოდ პოულობდნენ. თავშესაფრების კილომეტრობის სიმაღლის ჭერზე ცვალებადი თანავარსკვლავედები ანათებდა. ისინი ბიოლუმინესციური სოკოებისა და შიგ-დაშიგ ცხოველებისგან შედგებოდა. აქ ხალხი ცხოვრობდა, თუმცაღა უჩვეულო სახით. მათი დანახვა ადვილი არ იყო, ხმები კი ხშირად ისმოდა, როდესაც პნევში გზის გაგნებას ბანშისეული კივილით ცდილობდნენ. გამოქვაბულის ეს ალბინოსი ბინადრები ისეთ გარემოში არსებობდნენ, სადაც ხედვის ნაცვლად სმენა და შეხება იყო აღქმის საწინდარი. პნევში საცხოვრებლად გრძელი მგრძნობიარე თითები, უშველებელი ლუაშები და მოძრავი ყურები განვითარებოდათ. იმ ადგილას, სადაც თვალები უნდა ჰქონოდათ, მხოლოდ გლუვი, მოსწორებული კანი გადაჰყუროდათ. წყვილადის სამყაროში ადაპტაციამ მათი ადამიანად საცნობი მთავარი ნიშანი გააქრო. ასეთი ადაპტაციის მიუხედავად ისინი მაინც განწირულები იყვნენ. ვიდრე უსინათლოები რაიმე სახის გონიერებას მიაღწევდნენ და თავიანთი გეოლოგიური საფლავებიდან ამოძრავებოდნენ, პლანეტის ტექტონიკური ფილების მოძრაობამ თავშესაფრები ერთი მეორის მიყოლებით გაანადგურა.